გორის მუნიციპალიტეტში საახალწლოდ 300 სოციალურად დაუცველ ოჯახს მერია დაეხმარება. ადგილობრივი ბიუჯეტიდან უწყებამ 300,000 ლარზე მეტი გამოყო. მერის მოადგილის განმარტებით საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და შედგენილია იმ პირთა სიაც, ვისაც პროდუქტებით დაეხმარებიან. თამაზ შიოშვილის განცხადებით საახალწლო ნობათის დარიგება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 20 დეკემბრიდან დაიწყება. სოციალურ დაუცველებს რა თქმა უნდა დავეხმარებით, როგორც ყოველ წელს ვეხმარებით ჩვენ ამ მიმართულებით, იგივე მოხდება, დავეხმარებით ნარკოლოგიურში მცხოვრებ სოციალურ დაუცველებს, უსინათლოებს დავეხმარებით, ვეტერანებს დავეხმარებით, ისე ზოგადად ვისაც რეგიონებში ჩვენი მერის წარმომადგენლების სიებს მოგვაწვდიან, ეს დახმარება იგეგმება საახალწლოდ, ახლობით 300 ოჯახია საუბარი. 300,000 ლარზე იყო საუბარი, არ მინდა შეცდომაში შევიდე, ოჯახების სიაც გაკეთებული აქვს უკვე, მუშაობთ ამ საქმესთან და ამ საკითხთან დაკავშირებით და ნაწყენებს არ დავტოვებთ ნამდვილად, როგორც გასულ წელს დავეხმარეთ, ისე დავეხმარებით წელსაც. როდიდან დაიწყებთ აღნიშნული პროდუქტის დარიგებას? როგორც ვიცი, უკვე მუშაობს სატენდერო კომისია, შესყიდვებზე მუშაობენ და ვადები ალბათ 20-დან 25-მდე წესით უნდა მოესწროს.